გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მოკლედ, მთვარე ტყუპებში. მთვარე ტყუპებში არიან ადამიანები, ქალბატონები. რა თქმა უნდა, ახლა კი ქალბატონებზე, ანუ შეიძლება მთვარე ტყუპებში იყოს და მამაკაცი იყოს. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებით განვიხილავთ. რა მოდით კარგით ზოგადად და მერე ქალებზე გადავიდეთ. მაშ მთვარე ტყუპებში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მხიარულები. არიან ძალიან ზოგადად უყვართ, ძალიან ბევრი საუბარი უყვართ, აი ძალიან. იმდენადაც რომ შეიძლება ვიღაცისთვის ეს შემაწუხებელიც კი იყოს, მაგრამ აი ეს ძალიან ისეთი ნიჭი აქვს, რაც შეიძლება მე ჟურნალისტობაში გამოიყენონ, ჟურნალისტიკაში გამოიყენონ. ასევე განათლება უყვართ ხოლმე ძირითადად მთვარე ტყუპებში მყოფ ადამიანებს. განათლები, რაღაცა უფრო მეტად მოკლევადიანი განათლება უყვართ ხოლმე, რომ აი რაღაცა ცოტა ინფორმაცია ყველაფერზე რა გქონდათ. ასევე ქალებზე თუ ვისაუბრებთ, იცით როგორი ის არის? ანუ მოგხიბლავთ და მერე დაკარგავს ინტერესს. აი ესეთი ის აქვს. მთვარე ტყუპებში არის ადამიანები, რომლებიც თქვენს დასაპყრობად, ასე ვთქვათ, იბრძვიან მანამდე, სანამ თქვენ უარს ამბობთ. მე უბრალოდ შეიძლება გაქრნენ ჰორიზონტიდან, იმიტომ რომ აღარ არის მათთვის ეს საინტერესო. მათთვის შეიძლება იყოს საინტერესო მომენტი, როდესაც და ეს მათთვის იყოს, რომ ანუ აი ძალიან მიყვარს და ასე შემდეგ, როდესაც თქვენ სულ უარს ეუბნებით და ანუ ეს მათთვის არის აი რაღაცა სხვა ექსტრიმი, ასე ვთქვათ. კი, ტანჯებიან ამ იმაში თითქოს, მაგრამ მეორეს მხრივ სიამოვნებთ ეს მომენტი რა. მოკლედ, როგორც ისე წუთობრივად წერ ვიდეოებს და შესაბამისად ეხლა დრო გვიმთავრდება და როგორც ყველა ნიშანზე, რა თქმა უნდა, მთვარე ტყუპებში ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ ეხლა თქვენის ნებართვით დავასრულებ.